სტუდიიდან მარიამ ვაშაძე საუბრობდა და ახლა უნდა გადავიდეთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის ერთ-ერთ მთავარ თემაზე მოხატული სახარება 7 საუკუნის შემდეგ სწორედ ასე ჰქვია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალ პროექტს, რომლის პრეზენტაციაც 10 ივლისს არის ჩანიშნული. ამ თემაზე ანო მეზრუშვილი მუშაობდა, ვნახოთ სიუჟეტი, რომლის დასრულების შემდეგ უკვე სტუმართან ერთად დავუბრუნდებით. და უფრო დაწვრილებით ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრებს ჩვენი სტუმარი, რომელსაც სწორედ ახლა წარმოგიდგენთ, ეს გახლავთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბატონი ბუბა კუდავა, ის რამდენიმე წუთში შემოგვიერთდება და მთავარი მიზანი პროექტის გახლავთ ის, რომ საზოგადოების მონაწილეობით უნდა შეიქმნას ეს ახალი გამოცემა. ვნახოთ სიუჟეტი და სულ მალე დავუბრუნდებით. ხატმწერი ირაკლი ცინცაძე უკვე 1 წელი არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საინტერესო პროექტში ჩაერთო. 7 საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ მას სახარებისთვის მინიატურების შექმნა დაიწყო. უკვე მთლიანად დასურათებულია იოანეს სახარება და ლუკას სახარების ნაწილი. წინ ჯერ კიდევ დიდი და შრომატევადი სამუშაოა. სირთულე ის არის, რომ თვითონ მინიატურა ძნელი შესასრულებელი არის. შემდგომ ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ ეს ვცდილობთ ეს კლასიკური მინიატურა შევქმნათ. ესე იგი ახლებურად იქნება იმ აზრით, რომ ეს არ არის გამეორება, ეს არის სრულიად ახალი ესკიზით გაკეთებული და განსხვავებულია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ თანამედროვე, ეს ის თავის კანონიკაში და არის კლასიკური მინიატურა. ქართული მინიატურული მხატვრობის ისტორიაში სახარების გაფორმებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, თუმცა ეს ტრადიცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიცვალა და პროექტი სწორედ მის ხელახლა აღდგენას ემსახურება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება, რომელიც ცენტრში დაცულ უნიკალურ კოლექციაზე ზრუნავს, ამ პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი, რადგან ხდება სახარების ძველი ტრადიციის მოხატვის წესის აღდგენა და ამიტომაც მისი თითოეული წევრი ჩართულია ამ პროექტში, მათმა ნაწილმა უკვე შეიძინა ეს მინიატურები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ მოგიწოდოთ, რომ თქვენც ყველანი ჩაერთოთ ამ პროექტში და ერთად გავაგრძელოთ სახარების ისტორია. სახარებისთვის სულ 150 მინიატურა უნდა შეიქმნას. ჯერჯერობით მზად მხოლოდ 50-ია. როგორი იქნება მოხატული სახარება და რა ტექნოლოგია გამოიყენა ხატმწერმა, ამის ნახვის საშუალება ხვალ პროექტის პრეზენტაციაზე მოგეცემათ. ბრუნდებით უკვე სტუმართან ერთად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბატონი ბუბა კუდავა დღეს ჩვენთან დილიდან სტუდიაში. დილამშვიდობის და ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისათვის. განსაკუთრებული, გამორჩეული და ვიტყოდი ორიგინალური პროექტიც, რომელიც 10 ივლისს უნდა წარუდგინოთ საზოგადოებას. მოხატული სახარება 7 საუკუნის შემდეგ. უფრო დაწვრილებით გითხარით, რას ითვალისწინებს ეს პროექტი, გასაგებია, რომ საზოგადოებას ჩართულია მის გამოცემაში. დიახ, მართლაც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარად საუკუნის პროექტი, ხმამაღლა ნათქვამი შეიძლება მოგვიჩვენოს, მაგრამ ასეა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ დღემდე არა გვაქვს ილუსტრირებული, გამოცემული სახარება, ილუსტრირებული დასურათებული ახალი ილუსტრაციებით. რა მაქვს ხედველობაში? ჩვენ რამდენიმე წლის წინ გამოვეცით გამომცემლობა ბაკმთან ერთად სახარება, რომელიც გაფორმებული იყო ხელნაწერის, მე-12 საუკუნის ხელნაწერის გელათის სახარების მინიატურების მიხედვით. მაგრამ ბეჭდური სახარება, რომელიც გაფორმებულია იმ ეპოქის შესაბამის ილუსტრაციებით, სამწუხაროდ დღემდე არა გვაქვს. არა და პირველი ქართული წიგნი მე-17 საუკუნეში დაიბეჭდა და იმის შემდეგ ილუსტრირების საშუალება იყო სხვადასხვა ტექნიკით და ტექნოლოგიით. მაგრამ ისე მოხდა, რომ დღემდე არ არის ასეთი სახარება. იმისათვის, რომ ასეთი სახარება გამოიცეს, პირველ რიგში უნდა შეიქმნას ილუსტრაციები. ილუსტრაციების შექმნა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, დიდ შრომას, დიდ თანხებს. ამიტომ გადავწყვეტეთ ასეთი რამ, რომ შევთავაზოთ საზოგადოებას ჩაერთონ პროექტში. თითო ადამიანმა შეიძინოს მისთვის დაუკვეთოს და შეიძინოს მისთვის სასურველი სცენა, მინიატურის, სახარებისეული სცენა.
რითაც თავის კოლექციაში ემატებს არაჩვეულებრივ ნიმუშს და ამით გახდება თანამონაწილე აი ამ საუკუნის პროექტისა მისი მინიატურის გამოსახულება, რომელიც ერთცალად იქნება შექმნილი სპეციალურად ამ პროექტისათვის შევა აი ამ საუკუნის გამოცემაში. რამდენი მინიატურა ამ დროისათვის შექმნილი და თუ არ ვცდები, სულ ჯამში 150 უნდა იყოს და როდისთვის იგეგმება რომ დასრულდება უკვე მინიატურების შექმნის პროცესი? დიახ. ეს დაახლოებით 150 მინიატურით უნდა იყოს გაფორმებული ეს სახარება, 4-ვე სახარება, მათე მარკოზის, ლუკას იონეს, ძველი ქართული ტექსტით და თანამედროვე მინიატურებით, რომელიც ცხადია ძველი ტრადიციების გათვალისწინებით იქნება შექმნილი. ამ ეტაპზე დასრულებულია იონეს სახარების მინიატურები და დაწყებულია მათე სახარება. ჯამში დაახლოებით 50-მდეა შექმნილი, 1 წელი მიდიოდა ამაზე მუშაობა, კიდევ დაახლოებით 2 წელს გაგრძელდება ეს პროცესი. ჩვენ პრეზენტაციაზე, რომელსაც ხვალ გეგმავთ, გამოფენილი იქნება უკვე შექმნილი მინიატურები, რომელთა ნაწილს უკვე ყავს მფლობელი და ნაწილს კი ექნება საშუალება საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ შეიძინონ მათთვის სასურველი სცენა. რამდენად აქტიური იყო საზოგადოება, რამდენად დიდი იყო გამოხმაურება სურვილი, რომ შეეძინათ ეს მინიატურები, როგორი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ იმის მიხედვით, თუ რა ხდებოდა სანამ დაიგეგმებოდა პრეზენტაცია, ანუ რა დიდი რაოდენობა არის უკვე გაყიდული. პირველ ეტაპზე, როდესაც მხოლოდ მონახაზი იყო ამ პროექტისა, ცოტა ჭირდა საზოგადოებისთვის აგვეხსნა ამ პროექტის მნიშვნელობა, რეალურობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენი რამდენიმე მეგობრის თანამდგომის დახმარებით მოხერხდა პირველი ნიმუშების შექმნა, საკმაოდ რთული იყო შესაბამისი მასალის გამოწერა, იყო უცხოეთიდან საჭირო ნუსხის შედგენა, კონცეფციის ჩამოყალიბება, სტილის შექმნა და ამის შემდეგ, რაც შეიქმნა პირველი ნიმუშები, უკვე ძალიან დაინტერესდა საზოგადოება, მაგრამ ძირითადად ჩვენ ხმა მიგვიწვდებოდა ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს დონორებთან, მეგობართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრებთან. ახლა კი ამ პრეზენტაციის დროს საშუალება გვაქვს ხმა მივაწვდინოთ უფრო ფართო საზოგადოებას და მივცეთ მათაც საშუალება, რომ ჩაერთონ ამ პროექტში. თავისთავად გასაგებია მინიატურების შინაარსი, თუმცა უფრო დაწვრილებით რა და როგორი უნდა ყოფილიყო, მხატვართან ერთად თქვენი ცენტრის თანამშრომლებიც მუშაობდათ თუ მხოლოდ მის ინიციატივით იქმნება თითოეული მინიატურა? დიახ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არსებული ტრადიციის გათვალისწინებას. მაგალითად არის სახარებისეული სიუჟეტები, რომელთა დასურათების ტრადიცია არსებობს. ჩვენ ძველ ხელნაწერებში ისეთ უხვად ილუსტრირებულ ხელნაწერებში, როგორც არის გელათის სახარება, ჩურჩის სახარება, მოქვის სახარება, მაგრამ არის სცენები, რომელთა შექმნის ტრადიცია არ არსებობს, არ გვხდება არც ფრესკებში, არც ხატებში, არც მინიატურებში. ჩვენ ვეცადეთ მაქსიმალურად ტრადიცია გაგვეთვალისწინებინა და ის სიუჟეტები შეგვერჩია, რომელთა შექმნის ტრადიცია არსებობს. გარდა ამისა, თვითონ ამ მინიატურის შექმნის პროცესში ხატვწერი ირაკლი ცინცაძე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ხატვწერია დღეს საქართველოში, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ითვალისწინებს არსებულ ტრადიციას, იკონოგრაფიას, სახეებს, სტილს, თუმცა, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყოველი ახალი მინიატურა ის ახალი სიტყვა, ესეც არის ახალი სიტყვა და არ არის კალკირება ძველის. და ამითიც ალბათ უნიკალური და განსაკუთრებული იქნება ეს გამოცემაც. დიახ, ეს იქნება განსაკუთრებული იქნება იმითაც, რომ ეს იქნება 21 საუკუნის სიტყვა. ჩვენ რაც არ უნდა მდიდარი მემკვიდრეობა გქონდეს, ეს არის წარსული მემკვიდრეობა და იმ წარსულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ახალი კულტურა, ახალი ტრადიციაც რო შეიქმნას და გაგრძელდეს ის ძველი ტრადიცია, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ფაქტობრივად საზოგადოების თანადგომით გვაქვს საშუალება შევქმნათ 21 საუკუნეში 21 საუკუნის სიტყვა და ამით გავაგრძელოთ მდიდარი მწიგნობრული ტრადიცია. ალბათ თუ გავითვალისწინებთ მასშტაბებს და იმასაც რომ ძალიან დიდი დრო სჭირდება ახალი მინიატურების შექმნას, ჯერჯერობით ახალი პროექტი დაიწყოს და ვთქვათ კიდე ახალი გამოცემა, ახალი მინიატურებით ილუსტრირებული, ალბათ საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ ხომ არ იგეგმება, რომ ისე ვთქვათ, ძველი ილუსტრაციების ასლებით გაფორმებული, თქვენ თქვით რომ გელათის სახარება, გელათის ილუსტრაციებით გაფორმებული უკვე გამოცემულია. ხომ არ იგეგმება კიდე ვთქვათ, ან მოქვის სახარებით გაფორმებული, ან რომელიმე სხვა ტიპის ასეთი გამოცემა ხომ არ გაქვთ უკვე პროექტში?
დიახ, რა თქმა უნდა, ეს ალკე მიმართულებაა კიდე რაც თქვენ ბრძანეთ, უკვე არსებული მინიატურებით გაფორმებული წიგნების გამოცემა, თქვენ გადაცემაში ჩვენ რამდენჯერმე გქონდა შესაძლებლობა ასეთ პროექტებზე გვესაუბრა, ეს არის ვეფხისტყაოსნის გამოცემა, ვეფხისტყაოსნის წერეთლისეული, ვეფხისტყაოსნის ხელნაწერის ილუსტრაციებით, სახარება ვახსენეთ, ფსალმუნი გამოვიდა ახლახან ჯრუჭის ფსალმუნის ილუსტრაციებით, ეს მიმართულება რა თქმა უნდა გასაგრძელებელია. ასევე წინა გვაქვს ძალიან სერიოზული მიმართულება, როგორც არის ხელნაწერთა ფაქსიმილური გამოცემები, ანუ ხელნაწერი გამოიცეს ზუსტად იმ სახით, იმ ზომით ერთ-ერთში, როგორც ის იყო ორიგინალში. გარდა ამისა, სხვათა შორის მე მინდა დავაანონსო ერთი კიდევ პროექტი, რომელზეც ვმუშაობთ. ფაქტიურად ირაკლი ფარჯიანი, ყველასათვის ცნობილი ხელოვანი გახდათ პირველი ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი ხნის წვეთის შემდეგ ხელით გადაწერა და მოხატა სახარება. მან შექმნა იოანესა და მარკოზის სახარებები და დანარჩენი მხოლოდ ოცნება დარჩა, სამწუხარო განუხორციელებელი დარჩა. ეს ხელნაწერები არსებობს, არის ილუსტრირებული, თუმცა ვთქვათ განსხვავებით ამ ჩვენი პროექტისაგან, იქ მაინც მხატვრის მეტი თავისუფლება არის, რა თქმა უნდა ტრადიციებს ეხმობა, მაგრამ მაინც უფრო თავისუფალი ინტერპრეტაციაა. ესე ძალიან საინტერესო ნიმუშია და მომავალში გეკმაოთ ამის გამოცემას. ეს ალბათ უკვე ახალ სეზონზე. ხო არის ვთქვათ, ყველამ დახურა სეზონი და საფხულია უკვე ივლისის ბოლოსკენ მივდივართ. ყოველი ახალი გამოცემა ჩვენთვის არის სტიმული იმისათვის, რომ ახალ პროექტზე დავეწყოთ მუშაობა. ძალიან კარგი წარმატებას გისურვებთ. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი გახდათ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბატონი ბუბაკუდავა და მინდა რომ საჩუქარად მოგცეთ ეს გახლავთ ჩიქადა საათი მსოფლიო ჩემპიონატის ილუსტრაციებით. ეს უნიკალური ილუსტრაციები ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ გულშემატკივრობთ, ან თქვენს ოჯახში თუ გულშემატკივრობენ ფეხბურთს, მაშინ აუცილებლად გამოგადგება. დიდი მადლობა ბავშვობაში თამაშობდი კიდევაც. ძალიან კარგი. და ჩვენ გავდივართ რეკლამაზე, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და